მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. დღეს პარასკევია და როგორც იცით, პარასკევობით ჩემთან ერთად არის სტუდიაში დათო ზურაბიშვილი, რომელსაც ასევე მივესალმები, გამარჯობა. ასევე მოგესალმები მერაბ და ასევე მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ხელისუფლების მომხრეებს. ოცნების მომხრეებს და მოვიკითხო. მივესალმოთ, მაგრამ ხო, იმიტომ რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი პოლიტიკოსი ვინც იყო ოცნების მომხრეების, მათი საყვარელი, ასე ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გასაჭირშია და რავი, თანადგომას ატაღა თუ უცხადებენ, მაინტერესებს არ ვიცი. რას ფიქრობენ ოცნების ხარდამჭერები ამ თემაზე? მაგრამ ოცნების ხარდამჭერებს ამ პრემიერ-მინისტრები და ყველაზე მეტად ღარიბაშვილი უყვარდათ. ეგ ფაქტია. და დღეს ხელისუფლება მათ ეუბნება, რომ აი თქვენი საყვარელი პრემიერ-მინისტრი თურმე რაღაც უკანონო შემოსავლებს იღებდა. და ნუ აგერ სასამართლო აქვს, ეხლა მილიონი ლარი შეუფარდეს გირაოდ. დანაშაული აღიარა თავადაც. ანუ მოკლედ ოღონდ მაგერთი მომენტია, ჩვენ არ ვთქვით რა აღიარა. კონკრეტულად რა შემიძლია გითხრა უკვე რა დაახლოებით რაზეა ლაპარაკი, როგორც გავერკვი ახლა უსმინე პროკურატურასაც, უსმინე ადვოკატებსაც და არის საუბარი რაზე ხა. წარმოიდგინე რა ბრალი წაუყენეს პრემიერ-მინისტრს, რის გამო ვთქვათ, გააშავეს, ასე ვთქვათ, ღარიბაშვილი, ნუ ოფიციალურად რა თქმა უნდა ეს დანაშაულია, მაგრამ ასეთ რამე ფაქტობრივად ყველა პარლამენტარი ყავთ დასაჭერი მაშინ. რასაც ახლა ღარიბაშვილს ედავებიან. ანუ კანონით მოგეხსენება აკრძალულია პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის ბიზნეს საქმიანობა. და ღარიბაშვილს ედავებიან იმაზე, რომ პოლიტიკაში რომ დაბრუნდა 2016 წელს, მას ის იღებდა, მას კვლავ ჰქონდა ბიზნესი, იღებდა ბიზნესის შემოსავლებს, ოღონდ გადააფორმებული ჰქონდა ბიზნესის სხვაზე, მამაზე. ანუ ოჯახის წევრზე და სინამდვილეში მისი ბიზნესი იყო და თვითონ იღებდა ამ ბიზნესს, აი სიტულება უკანონო შემოსავლად, რომელსაც არ ადეკლარირებდა, ანუ დეკლარაციაში არ წერდა და მერე ფულის რო გაჩნდებოდა მის ანგარიშზე, წერდა რომ მამა მაჩუკა. და ნუ გახსოვს ახლა ჟურნალისტური გამოძიებები ტარდებოდა, რომ ახლა მამამისი პენსიონერია და როგორ აჩუქავდა, მერე გვეუბნებოდნენ რომ არა პენსიონერი ღვინის ქარხნებს ფლობს. ანუ სინამდვილეში ეს ღვინის ქარხნები ღარიბაშვილის იყო. ამას გვეუბნება ადვოკატი. ანუ რაღაცა კორუფცია ფული მოიპარა და ჯერ ასეთ რაღაცებზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია რომ უკანონო იყო ეს შემოსავალი, იმიტომ რომ კანონით თანამდებობის პირი რო ხარ, ბიზნესს არ უნდა ფლობდე. მაგრამ ეხლა ამას თუ შევხედავთ, უმრავლესობაში ყავთ, რა ვიცი, მილიონერები ყავთ, ბიზნესმენები ყავთ, რამდენი, რომლებიც ზოგი მანამდე ფლობდა ამ ბიზნესს. და პარლამენტარები რო გახდნენ, ოჯახის წევრებზე აქვთ გადაფორმებული და ყველა ვიცის ხო, რომ მათია ბიზნესი და ოჯახის წევრებზე აქვს ფიქტიურად გადაფორმებული. ზოგი მერე გახდა მილიონერი პარლამენტში რო გახდა და სადღაც წილებში ჩაჯდა. და უამრავ დეკლარაციას შეხვდები, ეხლა პარლამენტარი ამაზე ბევრი გამოძიება გავუკეთებია ჩემს კოლეგებს, მაგრამ თუ პარლამენტარი გარ მოსამართლეებზეც კი შეხედავ, რომ მაჩუკა 100.000 დედამ დეკლარაციაში უწერ მაჩუკა ასეთ მამამ. ხო რაღაცა წილებში შედან და ეს აკრძალულია, ანუ ბიზნესის კეთება აკრძალულია, როცა თანამდებობაზე ხარ და გადაფორმებული ოჯახის წევრებმა მაჩუკა წერდა. ან იმ ბრალდებით, რომელზეც ღარიბაშვილი დაიჭირეს, ნახევარი უმრავლესობა, არ ვიცი, მოსამართლეების რაღაც ნაწილი დასაჭერიანია. ეს არის ძალიან ივანიშვილის, ბიზინა ივანიშვილის ძალაუფლების ტექნოლოგიის შემადგენელი ყველაფერი. ანუ მისი ძალაუფლების ტექნოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელია, რომ თავის გარემოცვის წევრებს მიუშვებს, ასე ვთქვათ, ფულის საკეთებლად, აძლევს ამ საშუალებას. ეს საკმაოდ არც თუ ისე პატარა და ის არის გადაცტომა ეს ბიზნესი დეპუტატი რო საკმაოდ კანონის ხა მოგებრო რა თქმა უნდა 9 წლიანი მოხდა მაქსიმუმი არის 12 წელი თუ ეს არის თანამდებობის მაღალი თანამდებობის პირის მიერ და თუ განსაკუთრებით თუ დიდი რაოდენობის თანხებზია 9-დან 12 წლამდეა ეხლა ღარიბაშვილს არ ამგონია ეგ რა 5,000 და 10,000 გქონდეს რა გაკეთებული არა კაცო 6 მილიონი ამოუღეთო ქეშადო. ხო და ეხლა მით უმეტეს. ანუ ქეშად ამოიღეს 6 მილიონი. ამოიღებენ და თან პლუს 20 თავდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრია ლაპარაკი. პრინციპში მას თუ კანონის ასე ვთქვათ იმით მიუდგებით, ჯარიმით ვერ გამოვა აქედან წესი. თუმცა ჩვენ ვიცით ასეთი რამე რომ ბიზინა ივანიშვილის ხელშია ეს ყველაფერი, როცა არის მუხლი, სადაც მინიმუმია ჯარიმა და მაქსიმუმია 12 წელი. აი რაც ბიზნეს ბატონ ბიზნეს მოიხასიათებს. ჯარიმას ითვალისწინებს, მე არ მინახავ. ჯარიმას ითვალისწინებს ყველაზე დაბალი ამბავი.
ანუ პირველი თუ რაღაც მცირე თანხებზია ლაპარაკი და არც თანამდებობის პირია და არაფერი, ან ჯარიმა, ან 3-დან 6 წლამდე. თუ ასე ვთქვათ, დიდ რაოდენობის თანხებზია, მაშინ არის 6-დან 9-მდე და თუ პლუს თანამდებობის პირია, უკვე 9-დან 12-მდე. ხო, ეს თანამდებობის პირია, პრემიერ-მინისტრი იყო. ხო და ახლა მაგაშია საქმე. ანუ არც ისებს უკუგის არის, სასჯელი ემუქრება. ხო, მაგრამ რას ვამბობ, ხო მივხვდი, ანუ ესე აქვს გადაფორმებული ბიზნესები ოჯახის წევრებზე, ნახე რომ ღარიბაშვილი რანში დამარცხა. ან ამდენი ხანი არ იცოდა, ეხლა მოდი ნახე. წარმოიდგინე, იცის მე მინდა 20-ის იციან 20-ის ხალხმაც იცის. კითხვები დაუსვა, რომ ამდენი ხანი ჟურნალისტებად ვიცოდით ეს და გამოძიებებს და რეპორტაჟებს აკეთებდნენ ჟურნალისტები, რომ აი ღარიბაშვილი საიდან აქვს ამდენი ფული და ღარიბაშვილი ოიძახო და რომ ესეთი საათი ქონდა მარტო ზოგი რა ვიცი 100,000 ლარიანი ხო ღარიბაშვილის და ამაზე ცალკე რეპორტაჟები იყო ღარიბაშვილის საათებზე ის რომ შვილი ჩარტერით გაუშვა და გამოვიდა და 35,000 თუ 50,000 გადავიხადევა თვითმფრინავის ფულიო და საიდან მამაჩემმა მომწო და ჩვენ ყველა რომ ვკითხულობთ საიდან მამის ეს ფული ხარ ბიზნესი არ იცოდა რა თქმა უნდა ბიზნესს იცოდა ეხლა რატო გაახსენდა ბიზნესს ეგ არის მეცაც ვიტყვი მაგაშია საქმე მეცაც ვიტყვი მომხრეებმაც იცოდნენ და იციან კიდეც მაგრამ აქ ხო ყველაფერი ჩვენ ხო აქ მართლობითი სისტემა რომელიც აწყობილია ერთი ადამიანის ნება სურვილებზე, ხშირად ხუშტურებზე, ალაგ-ალაგ მოლანდებებზე და მოჩვენებებზეც კი. ანუ ეს არის იმ ადამიანის აი кейპსია რა, როგორც მოეხასიათება ისია. და მომხრეები ვინც არის და ვინც ბიძი რიძახის, რომ ბიზინაა ჩვენი ღმერთი და მას ვემხრობით ჩვენ, მათთვის თავარია რომ შენ ბიზნესს არ უნდა აწყენინო ეს, ეგ შენ უნდა უერთგულო ბოლომდე. ეხლა მე ცხადია არ მჯერა რომ ღარიბაშვილმა უღალატა ბიზნესს და ოპოზიციის ხელით უწყობდა რაღაც შეთქმულებებს, ეს ნამდვილად არ მჯერა, მაგრამ ბიზნესს ასეც ჯერა. ბიზნესამ, ავიცი, ყობახიძემ დაარწმუნა ეს თუ თვითონაც იეჭვა, და ძალიან ეჭვიანი ადამიანია, ყველამ ვიცით. მან დაიჯერა, რომ ლილუაშვილიც, ღარიბაშვილიც იყო მის წინააღმდეგ რაღაცას ხლართავდნენ, ასე ვთქვათ, აგერ ხაბეიშვილებთან და ნაცებთან ერთად. ამიტომ მე ასე მგონია, ეს კორუფცია ამ შემთხვევაში და ფულის გათეთრება და ეს საბაბია უფრო მეტად. რა თქმა უნდა, სხვებზეც იცის. სხვებზეც თუ იეჭვებს, რომ მის წინააღმდეგ არიან, აი იმასაც მე ამოუქეკავენ და აღმოჩნდება, რომ იგივე ნინო წილოსანის მამაც თურმე ყოფილა ნინო წილოსანის ყოფილა ბიზნესში თურმე. ან ვიღაცა. ამიტომ ესენი ხმას არ ამოიღებენ. ეს ყველა დაჭერილი ყავს ამით. ნინო წილოსანის ახლა მამა მართლა ბიზნესმენი ყავს. ხო, კაცო გიყავს, მაგრამ იმას ვერ ეკითხავთ, რომ საიდან აქვს მამის ფულები, ჯერ კიდევ მიშაზროს იყო. და გამოუშვეს, სხვა დაჭერილი ყავთ ყველა რაღაცა ფულის ამბავში. ესეთი გარემოც ყავს, სხვანაირი არ აწყობს იმ ადამიანს, იმიტომ სხვებს ვერ დაიჭერ ვერაფერს. ამიტომაც ღარიბაშვილის ბედი ხა და ღარიბაშვილი თან გავითვალისწინოთ, იყო უახლოესი ბიძინა ივანიშვილისთვის, მისი გამოზრდილი პრაქტიკულად მან გაზარდა ის. ყავდა თავისთან, ჯერ იყო დაბალ თანამდებობაზე, მერე დააწინაურა, საფრანგეთში გაუშვა, დაასწავლა, ჩამოიყვანა, დანიშნა, დააწინაურა. ახლა ის ასე უყურებს, რომ აი ამ გადავყევი ამ კაცზე და გავზარდე შვილივით, ამ ხელა რაღაცა საქმეები ჩავაბარე და ამან მიღალატა. მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ის ამას აპატიებს ღარიბაშვილს და დაკმაყოფილდება. რაში გამოიხატა ღარიბაშვილის ღალატი? არაფერში არ გამოიხატა ჩემი აზრით, მაგრამ არ არის გამორიცხული თლაც არის ერთგული კაცი. რა თქმა უნდა, ასეც დარჩება, ასეც იყო, მაგრამ არის ალბათ რაღაცა ის, რომ თქვათ ყობახიძესა და ღარიბაშვილის შორის რო იყო არ იყო მთლად დალხინებული ურთიერთობა ყველა ამაზე და ელისოკილაძე იმას სამტკიცებს, რომ ფიზიკურ ჩხუბამდეც კი მივიდა საქმე მათ შორის. დაარტყეს. მე ეკაბესელიაც ამბობს, მაგრამ. ეკაბესელიაც ამბობს, ხო. მაგრამ არ ვიცი რა დაარტყეს თუ არ დაარტყეს ერთმანეთს, მაგრამ კარგი ურთიერთობა რო არ ქონდათ ერთმანეთში და ყობახიძეს და ღარიბაშვილი რომ გადააწიეს, ხო და გავიგე, კაი, ჩამოცილება ერთია, მაგრამ ეხა ბიძინა რასაც უკეთებს, ფაქტორად დაამცირა, კაცი, წარმოიდგინე პრემიერ-მინისტრის გაღიარებინებენ დანაშაულს შენი პირით. ჯერსა და მიგიყვანენ სულში გაღიარებენ დანაშაულს. ხო ეს არის და თან არ იჭერს. ანუ დაჭერა არ ყოფილა მისი მიზანი. ანუ დაჭერა კი არ არის ბიზნესის მიზანი, დამცირება იყო მისი მიზანი. და განადგურება, რა თქმა უნდა, პირველი და კიდე კაი ხანს დაუწყებს ასე კატათაგობანას თამაშს. არ გამოვრიცხავ შეიძლება ბრალიც დაუნძიმონ ბოლო მომენტში. ხო, ეგ ვაჭრობის თემა არის, ხა ჯერ ეს დაუყენეს, მე შეიძლება საერთოდ კორუფციაზე მოედავა. რაღაც ფულებს კიდე ისა, მაგრამ რა გრაშია საქმე. არ არის გამორიცხული ხა თლათ ჰაერზე ხო არ მოელანდებოდა ხა ბიზნესაც არა. შეიძლება კი მოეჩვენა, მაგრამ ასე თლათ ჰაერზე არ მოეჩვენებოდა. მაგაზე ერთი მომენტია რომ
შეიძლება ეჭვშეპარებოდა იმაში და ამას ბევრი წერს რომ ღარიბაშვილი და ლილოვაშვილი არ არიან სანქცირებულთა შორის თითქმის ყველაზე რაღაც სანქციებზეა ლაპარაკი და მაგათ არ შეიძლება არ და სანქცია არც ერთი არ არის დასანქცირებული და არც ერთი შეეგენი არ არიან და ბიზნესა თქვა მაშინ მე დაგასანქცირებ შეიძლება იყოს ეჭვის მაშინ მე დაგასანქცირებ რატო მაგაცი არ არის ანუ ეჭვი გაუჩნდა ერთ-ერთი მაგრამ მარტო ეს არ მგონია ყოფილიყო საკმარისი საბაბი ალბათ კობახიძის წინააღმდეგაც რაღაცას ჩალიჩობდა ეს ხალხი ლილოვაშვილის და ღარიბაშვილის არ არის ეს გამორიცხული რაღაცა შეიძლება დააპირეს რომ ბიზნესთან მიეტანათ ამბავი რომ აი კობახიძე რაღაცას ისე ვერ აკეთებს და ესენი უკვე დაარეგულირებენ რაღაცას მაგრამ აქ კობახიძემ გაიმარჯვა ასე ვთქვათ ამ ინტრიგებში უფრო ინტრიგანი გამოდგა ამაზე და აქეთ დაარწმუნა ბიზირა რომ ისინი ღალატობენ ამ თავიანთი რაღაც ინტრიგების ხლართვით მე კონკრეტულად არ ვიცი ხა ვის შეხვდა მე ვფიქრობ რომ თავად ბიზნესას რაღაც ეჭვები თავისით გაუჩნდებოდა არა თავით ეჭვები გაუჩნდებოდა ის 700 ადამიანი ნუ იქ იყო რაღაცა საუბარო 4 ოქტომბრის რევოლუციაში თითქოს რაღაც ესენი მონაწილეობდნენ არა ნუ ეს არავინ არ იცის ეხლა ეგეც ჭორები არის ეს ადვოკატმა ეგ უარყო რა თქმა უნდა ეს რომ ეგეთი რამ არ ხდებოდაო და ანუ მე მართლა მაინტერესებს რატომ მოიძულა ივანიშვილმა ღარიბაშვილი ასე რომ ასე საჯაროდ ამცირებს მაგრამ ეს ბუნებრივია ერთხელ მეორე რაზეც ღარიბაშვილზე ედავება ასეთ რამეზე ნახევარ უმრავლესობა ყავს დასაჭერი და თუ იმაზე ხუჭავენ თუ ან ამდენი წელი რატო ხუჭავდა მაშინ 2016-დან ხო თუ რა ვიცი რომელი წლიდან დაბრუნდა ღარიბაშვილი პოლიტიკაში რატომაც მე მგონი ეს თქვით რატომღაც იმიტომ რომ ეს მეთოდია ესე ამით უჭირავს ადამიანები და ღარიბაშვილზე რა თქმა უნდა მას ჩაითვალა ღალატში ეს მოღალატეობაში ჩაითვალა რომ რაღაცა ნაცებთან დაიჭირა საქმე და შეთქმულებას აწყობდა რა ხელა როგორ რანაირად დეტალები ჩვენ ცხადი არ ვიცით მაგრამ კობახიძე ამას პირდაპირ ამბობს ლამის პირდაპირ მიანიშნებს რომ აფინანსებდნენ თქვათ იქ ანიტას და რაღაცა ხო ეგ ვიღაცაა ერთ-ერთ ჩვენ წევრი მაგრამ ღარიბაშვილი მოიწება არა ღარიბაშვილზეც თქვა შემდეგ რომ კი საქმე კონდათ მათთან რა ქვია მოღალატეებთან და ასე ხელს უწყობდნენ მათ ეს მათ პრაქტიკულად თქვა და ხა გვარიცაღელი არ უთქვამს ასე პირდაპირ მაგრამ ნუ გავიგეთ ხა ვინ უნდა იყოფილიყო არა შეიძლება ლილოვაშვილის გულისხმობდა აშკარად მაგ ხო ეს ლილოვაშვილი ჯერჯერობით გადარჩა პირადად გადარჩა თორე მისი ძმისშვილი დაიჭირეს თუ ბიძაშვილი არ ვარ დარწმუნებული ანდრია ვიღაცა კიდე ნათელ მირონი პაიკიძე ანუ ლილოვაშვილს როგორ ექცევიან ახე მის ირგვლივ ხალხს იჭერენ ესე ყულს ავიწროებენ მონარქები რო გაბრაზდებიან ყულს ავიწროებენ მონარქები ეხა დაუჭირეს ბიძაშვილი წინა დღეს დაუჭირეს ნათელ მირონი რომელიც ესე ბიზნესებში ყავდა ჩასმული სადღაც მონარქები რო გაბრაზდებოდნენ ხოლმე საერთოდ ცოტა ადამიანი ძალიან რო გაბრაზდება ავტორიტარი მართველი ის ფიქრობს როგორც სასტიკად და ხანგრძლივად დასაჯოს დამნაშავე ჰენრი მერვე რო გაბრაზდა ტომას მორზე პირველი განაჩენი გამოიტანა ისეთი რომ ეს ადამიანი ორი კვირის განმავლობაში უნდა მოეკლათ ჯერ ერთ ხელი უნდა მოეჭრათ მერე მეორე ხელი მერე ფეხი მერე რაღაცა ასე ნაწილ-ნაწილ უნდა დაეჭრათ და დაენაწილებინათ და მერე ცოტა გადაუარა და გადაიფიქრა და მარტო თავის მოჭრა მოითხოვა მაგრამ ბიზნეს ივანიშვილი საერთოდ დაახლოებით ახლა ჰენრი მერვის ამბავში მისი უახლოესი ასე ვთქვათ მისი გამოცდილი ადამიანი რომელსაც მას უღალატა სამაგალითოდ ამცირებს და ჟის აი კატათაგობანას ეთამაშება კიდევ აი სადისტურა ეს ღალატი დადასტურებული ფაქტია არ ვიცი მე ეს არ მინდა რომ თქვა დადასტურებული როგორ არის არც დადასტურებული არ არის რა თქმა უნდა ახლა დაიჭირა საქმე ნაცებთან რა ცოტა ეჭვი მეპარება მაგრამ ნაცებთან საქმე დაიჭირა ამბობდე რატო იცი რომ ბიძინამ რომ მოიძულა და გამოაგდო და დაჭერას უპირებდა მერე დაიჭირესო კობახიძე მე თქვა რომ აი კორუფციაშიო ბრალდებები რომ წაუყენეთო ვიღაცებსო მერე დაიჭირესო იმათა საქმე ანუ თითქოს თავს იცავდნენ ანუ გამოდის რომ ჯერ ბიძინა მოიძულა წაუყენა ბრალი კორუფციაში ამ ხალხს და თუ დაიჭირეს საქმე ნაცებთან მერე დაიჭირეს ხო აი თავიდან რატომ მოიძულა ეს ფულებს თხოვდნენ ხო აი ეს მოსაზრება არსებობს რომ ფულის მოტანას თხოვს ივანიშვილი ფულის მოტანას ანუ რა გამოდის ახლა მაფიოზური წესებით იმართება ქვეყანა ანუ ივანიშვილი არის თავარი მაფიოზი თუ ქურდი არ ვიცი და ზის და ძმაო ფული მომიტანე თუ არ მომიტან დედას გიტირებ და აგერ მა რა ქვია რიჟვაძემ თან ეტყობა იმდენს თხოვს რომ ამ საწოდავ ხალხს რამდენიც არ აქვს ნაშოვნი ხა საწოდავს იმიტომ ამბობ რომ რიჟვაძემ თავი კინაღა მოიკლა ხო ეხა ფული რო ქონოდა რამდენსაც თხოვდა ხო მიიტანდა ხა თავის მოკლას ფულის მიტანა არ ჯობია
არა, ეთქობა იმდეს თხოვდა ამ რიჟვაძეს. ფულის მოთხოვნა ერთი. იმდეს თხოვდნენ ამ რიჟვაძეს, რომ კაცი ზურგი გახდა თავი მოეკლა. მარტო მაგიტომ არ დაიჭირა თავის მოატანიებდნენ, მაგრამ მერე ეთქობა დარწმუნდა რომ ფულის მოთხოვნა როგორ მოქონდათ იმათ ფული დაიჭირეს ნაცებთან, ასე ვთქვათ, საქმე. მე ამჯერა რომ ნაცებთან დაიჭირა ღარიბაშვილმა საქმე, თუნდაც ირმა ინაშვილმა რაც მოყვა, მაგალითად Facebook სტატუსში რაც თქვა. რა თქვა? ნუ ესე იგი, ხა ეს ამას შემიძლია მე თქვა, მე მგონი კონფიდენციალური არ არის, ღიად დაწერა იმ ადამიანმა. ღიად დაწერა, ხო. ხო და ყველა შეუძლია წაიკითხოს. ღარიბაშვილზე მოყვა, აიო. კობახიძეს აბრალებს ეს ყველაფერს, რომ კობახიძემ მონუსხა ბიძინა, ასე თქვა და ყავს შეცდომაში შეყავს. ხო და ასეთი ისტორია მოყვა, რომ ჩემზეც საზღვრებებს ეუბნებოდა კობახიძე იმასო. ტყუილებს ეუბნებოდა, ცის წამებდაო. აჰა. ხო და ერთ-ერთი ამ ცილის წამოწავ ცის წამებდაო კობახიძე ძინასთან. იქ იყო ღარიბაშვილიც და ხმა არ მოუღიაო, არ დამიცვაო. და მე რო ვკითხეო, კი მაგრამ ირაკლი, აი რატო არ დამიცავი და რატო არ უთხარი შენ ბიზნას ეს ტყუილი იყო? ასეთი რამე მითხრაო, რომ მე არ ვიცოდი ბიზნეს რა რეაქცია ექნებოდა. აი წარმოიდგინე ესე რომ კარაკაცია რომ არ იცოდა ის რეაქცია ექნებოდა, რო გაბრაზებული იყო, ამიტომ არ თქვა არაფერი. გაჩუმდა. ხო, ანუ თვითონ მიაჩნდა რომ არასწორია, რასაც კობახიძე ამბობს, მაგრამ ბიზნეს გამწყობაში ვერ შეატყო ის მომენტი, რომ აი შეიძლება დაეთანხმებინა, ამიტომ გაჩუმდა. ეხლა ასეთი ტიპი უღალატებდა და განუდგებოდა ბიზნესზე, აი აბსოლუტურად წარმოუდგენელი მგონია რა. აი ასეთი ტიპი, რომელიც თუცა ბიზნესთან ურთიერთობს, იმას ფიქრობს, აი ესეთი რამე არ თქვა რომ ეს არ გაბრაზდეს. ხო, არა, ვარდა. ჩვენ ახლა ვერ გამოვიცნობთ მართლა ბიზნეს თავში რა ტრიალებს, რა მოიძულა. თავისი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ყმა იყო ფაქტობრივად. ეხლა ადამიანი, რა ვიცი, ჯერ ბერა ივანიშვილის ფაქტობრივად იმ ხელის ბიჭად მუშაობდა, სანამ ოპოზიციაში იყო და საერთოდ პოლიტიკაში სანამ მოვიდოდა. ივანიშვილი ბერას დაყვებოდა და ხო გახსოვს ის ღარიბაშვილი და ის რა ქვია ჩანაწერები რო გავრცელდა რომ ვიღაცები რო მაგინებენო ბერა რო ურეკავს Facebook-ში და წადი ცემეო და ღარიბაშვილი და ეს რა ქვია გომელაური და ჩუბინიძე და ვიღაცები ბავშვებს რო დასდებენ ვინც ბერას რო აგინებს. ღარიბაშვილი თვითონ ბოლოს იყო ფონდის უფროსი. ქართულ რა მნიშვნელობა რაღაცა ბერას იმის რა ქვია დავალებებს ასრულებდნენ ვიღაცა ცემეთო რომ აგინებენო Facebook-ზე. აქედან ეხლა წამოვიდა ეს კაცი გახდა ჯერ შესუსუ მინისტრი გახადა ივანიშვილმა მერე გახადა პრემიერ-მინისტრი და ეს ადამიანი რავი მადლობა ბატონო ბიზნეს ეგ ის ანეკდოტად იყო ქცეული რომ ძილის წინ რაც ალბათ მადლობა ბატონო ბიზნეს ამბობდა ისე იძინებდა. და ამ კაცმა რა ჩაიდინა ასეთ რომ ბიზნესა მოიძულა. თორე კორუფციის ფულის რო შოულობდა ყველა ვიცოდით ისედაც და ბიზნესმაც იცოდა აქამდე. ანუ რო შევაჯამოთ ახლა როგორი სიტუაცია წარმოიდგინე. რომ ამდენი ქართულოსო რას გვგონია ეს მარტო ღარიბაშვილის საქმე ხო არ არის. რამდენი ვიღაცა დაიჭირეს თავდაცვის მინისტრი ისა ეკონომიკის მინისტრი. ანუ ტიპები გვეუბნება რომ ეს 13 წელია ჩვენები სულ იპარავდნენო. და ეხლა ჩვენ მოვედით ჭკუაზე და დავიწყეთ ბრძოლა კორუფციასთან. ეგ კი გასაგებია, მაგრამ ეგ არ გაჩვენს. მაგრამ ეს 13 წელი რო იპარავდნენ ეგ მომხრეთა დიდი ნაწილისთვის ეგ სულ არ არის დიდი ცოდვაა. გააჩნია იმ ფულს რაში მოახმარ. ეხლა მე ძალიან ხშირად ვატყობ, ეხლა აი როცა წავიკითხავთ მოცნების მომხრეთა Facebook-ში რომ შევიდეთ ვინც ღარიბაშვილს ამტყუნებს. კი მაგრამ ირაკლი ხალხისთვის მაინც მოგეხმარებინა ეს ფული და რა ზოგი ასე საყვედურობს. ანუ ის კი არა რატომ ხო გავიგე, მაგრამ მაგაზე კი არა ანუ რო შევაჯამოთ, ანუ რა სიტუაცია მივიღეთ რომ ოცება თვითონ გვეუბნება რომ ამდენი წელი არენაღლება ეგ არენაღლება ამდენი წელი სულ ლანძღავდნენ იმას რა ქვია NGO-ებს გამოვუკიდებელ მედიას რომელიც მათ კორუმპირებულებაზე საუბრობდა და ამ ხალხზე ყვებოდნენ ოპოზიცია, NGO-ები, ჟურნალისტები, რომ ეს ხალხი არის კორუმპირებულიო, სიუჟეტებს აკეთებდნენ, გამოძებას, ეხა ნეკა გიგაურს რო ლანძღავ, ნეკა გიგაურის თავარი საქმიანობა იყო Transparency International-ის ეს კორუფციულ ფაქტებზე და სულ ამაზე საუბრობდა და ესენიო ასავლეთის აგენტები არიანო, ნაცები არიანო და ეხლა გამოდგნენ და კი, მართლა კორუმპირებული ყოფილა ყველავე იძახიან და ვეღარ ვიჭერთ ამ ხალხს. და თავარია ოღონდ იჭერენ იმათ, ვინც მათ მოიძულეს. რა თქმა უნდა და იმ სიუჟეტებში მოსამართლეებზეც ბევრი იყო ნათქვამი იმ ხალხზე, ვინც დღეს უმრავლესობაშია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოცნების მომხრეთა ძალიან დიდი ნაწილს ანაღლებს არა ის რომ ვიღაცა არის კორუფციაში. არამედ ის რომ თვითონ არ არის და არ არის ჩართული და ბიზნესადმი იმედების დიდი ყველა არ არის ასეთი უნებრივი ხა აი ნუკა არველაძე მაგალითად აღმოჩნდა ერთ-ერთი ესეთი იდეური მომხრე
ოცნების და ღარიბაშვილის. ის ბოლომდე იცავს ღარიბაშვილს ახლა ხო? მაგრამ არის უმეტესობა არის იმიტომ რომ ფულს აკეთებს. ან იმედი აქვს ბიზნეს მეშვეობით ფულის კეთება. აიგე, მაგრამ ამიტომ ჩვენ ხომ მაინც უნდა სურათი დავხატოთ. ამიტომ ატამანს არ უნდა აუხილდე რა, მათი გაგებით არ უნდა აუხილდე ატამანს. რაღაც შენ თამაში რა დაიწყო, რასაც მოგცემს უნდა დაკმაყოფილდე და მორჩა. ანუ ერთი შეხედვით მივიღეთ ასეთი სურათი, რომ ეს ადამიანები თურმე აღმოჩნდა რომ ყველანი მართლები იყვნენ აქამდე, ვინც ამბობდა ამაზე რომ კორუმპირებულები არიან და მართლა კორუმპირებული ყოფილან. თვითონვე ადასტურებენ ამას და ხა იჭერენ. კითხვა ბუნებრივია რჩება 13 წელი რა არ იცოდნენ. ჩვენ თუ ვიცოდით რომ კორუმპირებულები იყვნენ, მათ არ იცოდნენ, მაგრამ ახლა რაღაც მომენტში დაჭირდათ და იჭერენ. არა იმის გამო რომ სამართლიანობა აღადგინონ, არამედ რაღაც მიზანი. სამართლიანობის აღდგენა არის ის, რასაც ბიზნესა უწოდებს სამართლიანობას. მეორე თემა არის რომ ეს ხალხი თავს რო იკლავს, ეხა რიჟვაზე თავის მოკლა რო სადა და რაღაცა. ანუ გამოდის რომ მართალია ის ინფორმაცია რომ ამათ იმას კი არ თხოვე, რა ქვია რომ შენ რომ ფული მოიპარე რაღაცა ბიუჯეტში დააბრუნეო. სადღაც შავ სალაროში მოიტანეო ამას თხოვე. ეგ სხვაჟი საინტერესოა შავ სალაროში მოიტანეო. ფული და ისთვის ბიზნესთვის მიაქვთ პირადად. არ ვიცი, შეიძლება პარტიის სალაროში ან შეიძლება ბიზნესთვის პირადად 1000 ჭორი ვრცელდება და ამ ჭორს უკვე საფუძველი მიეცა რიჟვაზის აქციელის მერე, ხო? თუნდაც იმ აქციელის მერე ეხა რასაც უშვებიან ღარიბაშვილს არ იჭერენ. კატათაგომას რატო ეთამაშებენ? ანუ ევაჭრებიან. ფულს თხოვე რომ თუ მოიტანს არ დაიჭერენ. თორე ეხლა შეიძლება მაინც დაიჭირო. მზია მაღლობელია ხელის მოქმედების გამო პირდაპირ წანცაცარეს პოლიციაში და მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა როგორც სასტიკ დამნაშავეს რომ მოწმეზე ზეწოლას მოახდენს ზარეთრო იყოს. და მზია საქმეში მოწმე ვინ იყო? პოლიციელი იყო, პოლიციაზე როგორ უნდა მოეხდინა მზია ზეწოლა და აი ეს გარეთ არის გირავ შეუფარდეს. ამ ხელა დანაშაულის ედავებია მოწმეზე ზეწოლის მოხდა თუ იმე შეუძლია ღარიბაშვილია, ხო? ანუ ხო ხტები ორმაგ სტანდარტი. ლილუაშვილი ჯერ საერთოდ არც იჭერს. აგერ ახლობლებს უჭერენ რა, იქ დაუჭერეს ბიძაშვილი, ნათელმირონი, ნელ-ნელა აღჭობენ რომ იმასაც უყურებენ რომ რაღაცას თხოვენ. ანუ წარმოიდგინე ტიპი რაღაც როგორ ქურდივი ძის, ეს ივანიშვილი, ან რა ვიცი მაფიოზივი. დიდი ხანია ჩვენ სახელმწიფო კანონი ფეხებზე კიდია. კანონით ესეა, ისია ამ კანონით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღარიბაშვილს ოიჭერენ, ნახევარი უმრავლესობა დასაჯერია პარლამენტში. ანუ იმათ ხელს არ მოკიდებენ, იმიტომ რომ ისინი ხა ჯერ არ აინტერესებს ბიზნესს. ანუ კანონით კი არა. აი ესე რაღაცა ატამანმა რომ გადაწყვიტა რომ ფული მოიტანეს რაღაცა ქენით რაღაცას ითხოვს მათგან თუ არ შეუსრულებენ დედას უტირებს. და იმ დონეზე თან წარმოიდგინე, რიჟვადის ამბავი რას მოწევს რომ იმ დონეზე ზეწოლა ხორციელდება ამ ხალხზე ადამიანმა თავის მოკლა გადაწყვიტა ვეღარ გაუძო. აი ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ეს ოცნების მომხრე ხალხი ამას ტაშს უკრავს. ნუ მათ იმედი აქვს. იმ ხალხს ლანძღავს, ვინც ამათი თავისუფლებისთვის ქუჩაში დგას, ამათ ლანძღავს, რომ ქუჩას რატო კეტავთ და რაღაცაო რა. ეს გონიათ უფრო დიდი დანაშაული, ვიდრე ის, რომ ტაშს უკრავენ ბატონს, რომელიც ქურდივი, როგორც კანონიერი ქურდი მართავს ქვეყანას. გრძელვადიან პერსპექტივაში, მოკლევადიანში დაუკრავენ ტაშს, სანამ იმედი აქვთ, რომ რაღაცა ნორმალიზება მოხდება და თვითონაც ჩაერთვებიან ამ კორუფციაში და რო დაინახავენ რომ ასე არ არის და უბრალოდ ეს ადამიანი არაპროგნოზირებადია და დღეს კარგად დაინახავენ, ვერაფერს ვერ ხედავენ. დაინახავენ. ამ პროპაგანდით ისე აქვთ ტვინები გამორეცხილი, რომ ყველაფერზე ტაშს უკრავენ. კი, ჯერ კი, მაგრამ კიდე გეუბნები, ხალ ბიძინა ივანიშვილმა პირველი ღამის უფლება რომ მოითხოვოს, ეჭვმოქვს ეს ხალხი ტაშს დაუკრავენ. არ დაუკრავენ, მაგრამ მოვადო, არ შეიძლება ვერ გაგრძელდება დიდხანს. საკუთარ ცოლებს გაატანენ. ფიზიკურად ვერ გაგრძელდება დიდხანს, როდესაც ასეთი რაღაც ასეთ შენ თავარ საყრდენებზეც ასე იქცევი, როგორც ღარიბაშვილი და ლილუაშვილი იყო. მე სხვებიც მიყვებიან ამას. ეს არ არსებობს, არ გაჩერდება ამაზე. ჩვენ იმასაც ვნახავთ, თუ ბიძინა ივანიშვილი დარჩა ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს კობახიძეც დანაც რომ მივლენ ჭხრეკაძე და მდინარაძესთანაც. არ არსებობს ეს არ მოხდა, ჟანრის კანონია ეს. სხვანაირად არ ხდება აქა და არ არსებობს იმ გარემოცვაში შეშფოთება ნელ-ნელა არ დაეწყოთ. იმიტომ რომ არ არის მყარი ეს ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ ზურგი. დღეს კარგი თვალით გიყურებს, დღეს გაძლევს საშუალებას რომ რაღაცა ფული გააკეთო, ხვალ გიჭერს. და არიცი შენ რაზე რა ეწყო, შენ ვერ თვლი, რა შეიძლება იმ კაცს ეწყინოს, რა არა, კაცმა არიცის. თან პლუს მუდმივად ინტრიგებია მის გარშემო. ყველა ეუბნება რომ ის გალატობს, ის ძირს გითხრის, ეს რაღაცას გიშვება და თვითონაც აღა ეჭვიანია, ბუნებრივია ამდენი მილიარდის პატრონი რო ხარ, ეჭვიანი ტიპი იქნები და ნათქვამიც აქვს ოპოზიციაში რო ვიყავი, ჯერ კიდევ რომ სულ მგონია რომ მეგობრობასაც ყიდულობ მე ხალხისგან. ვიღაცებისგან. ვინც მე მეგობრება იმათგანო, ანუ
ეს აქვს მას რომ ეს განცდა რომ ამიტომ მას განსაკუთრებით ნიჩეზე სასაუბროთ მასთან არავინ აი სხვადასხვა განსაკუთრებით უყვარდა ის ხალხი ვინც მასთან მაგალითად იყო უფულ არ მუშაობდა ხელფასზე ესენი უყვარდა ამიტომ მიიჩნევდა იმ ილუზიას თამაშებოდა თავის ჭკუით რომ აი ეს ამათ მე უნდი ვარ და ჩემთან უნდა თურთი მარგველაშვილი ერთ-ერთი კიდე სხვა მაგიტომაც დანიშნა პრეზიდენტმა და მარგველაშვილი არც აღმოჩნდა მე ისიც მოღალატეა ოღონდ რა საინტერესო სიტუაცია მიიღეთ ისე ვინც ტიპა დაგვინიშნა თან იძახის რომ ის არისო რა ქვია ახტაძის გარდა ყველა მოღალატეა ხო ესო რა ქვია საკადრო პოლიტიკა ჩემი ის არისო ერთ-ერთი პლუსი მენეჯმენტი არის ჩემი კანიოკიო როგორ თვითონ როგორც თქვა ახლა ციტირებ და ვინც კი დაგვინიშნა ბოლოს ყველა მოღალატიან ნაციან რა ვიცი აღმოჩნდა ხო დაწყებული მარგველაშვილით გაგრძელებული სალომე ზურაბიშვილით ყველას ახლა თვითონ აგინებენ კვირიკაშვილი გააგდეს გიორგი გახარია მოღალატე აღმოჩნდა ბახტაძე რა ვიცი ან იყო საერთოდ თუ არ იყო აღარავის აღარ ბახტაძე ყოველფერე პატივად დააბრუნონ და აი რა ღარიბაშვილიც კი თუნდაც მოღალატე და კორუმპირებული აღმოჩნდა რა არის მენეჯმენტი ამ კაცის კანიოკი დამაგებული ობახიძეზე ეგრე აღმოჩნდება ეჭვება თუ რაღაცა ნორმალიზება დააპირება, იცი თუ დააპირა რაღაც ევროპასთან ნორმალიზება, ის ვერ გადარჩება შესაძირავის გარეშე. ანუ უნდა შეწიროს კობახიძის თავი ამ ამბავს. და მას დააბრუნოს ყველაფერი. თუ გაუშვებს ვიღა დარჩა, აღარავინ აღარ. რა დააბრუნოს ის ბახტაძე ის ოდია პრობლემა. ბახტაძე. გუშინ მეუბნებოდა ლაშა ფარულავა იყო რომ კობახიძეს გაუშვებსო და მარიამ ქრიმიშვილი. შეიძლება მარიამ ქრიმიშვილი არის შემდეგ ეს ეკონომიკის მინისტრი. მარიამ ქრიმიშვილი მშვენიერი კანდიდატურა აი ამ იმ თამაშებისთვის რაც ბიზნეს თუ უნდა ბიზნეს დასავლეთთან. გადასარევი კანდიდატურა მაგისტვის. იმიტომ რომ დასავლეთში ის ეკონომიკის მინისტრია დღეს ვინც არის პრეზიდენტაბელურიც არის ინგლისურიც იცის რაღაცა არაბებთან მაგას დაულაგებია ურთიერთობა არაბებთან შეუძლია ლაპარაკი და გადასარევი ახლა თუ დაჭირდა ოღონდ უნდა მივიდეს ამ საჭიროებაზე ჯერ კობახიძე ჭირდება უბრალოდ ამდენი ხალხი ვერ დასაჭერი კიდევ და ახლა სხვა ამის განკეთებელი არავინ არ არის როგორც ჩანს გასაგებია ჩვენ გვაქვს ახლა რეკლამის შემდეგ იაგო კაჭკაჭიშვილი სოციოლოგი შემოგვიერთება და მასთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს ამ თემებზე და არა მხოლოდ ამ თემებზე მაშასე დავბრუნდით ეთერში და ჩვენი სტუმარია შემოგვიერთდა სტუმარი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციოლოგი მივესალმები მას გამარჯობა მოგესალმებით მონაწილეობისთვის თქვენთან ერთად გვინდა საუბარი ამ პროტესტის პერსპექტივაზე როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი იმიტომ რომ ბევრი საუბრობს ამაზე რომ აი თითქოს რაღაცა ჩიხში შევიდა პროტესტი ხელისუფლება აგერ კანონებს ამკაცრებს ხალხს ციხეში იჭერს ამ გზის გადაკეტვის გამო და ნუ რა ბევრი ფიქრობს რომ აუცილებელია რომ ეს ასე ვთქვათ, თავი დააჭერინოს, ხო, ამ ხალხმა რაღაცა სხვა ფორმები არის მოსაძებნი და ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ, მაგრამ მანამდე ღარიბაშვილის და ამ დაჭერების თემაზეც რო გითხრათ, თქვენი აზრით, ჩვენ ბევრი ვისაუბროთ მე და დათომ. სულ ღარიბაშვილის თემაზე ვისაუბროთ პირველ ნაწილში, ამიტომ ხა თქვენ დაგითმობთ ამ თემაზე დროს და მე გადავიდეთ პროტესტის საკითხზე. რა ფიქრობთ, რა პროცესი მიდის? რა პროცესია ეს? პროცესში. მე ვფიქრობ, ნუ დავიწყოთ იმით, რომ როგორც ჩანს, ისე პერსონალურად და პიროვნულად ძალიან გაბრაზებულია ღარიბაშვილზე ივანიშვილი და ასე ვთქვათ, მაინდა-მაინც დიდ ასე ვთქვათ, დასაბუთებას ხალხის თვალში ღარიბაშვილის გაშავების თუ დაპატიმრების არ ეძებს. ეს მე მას რამდენიც ვიცნობ ახასიათებს, ესე იგი, მას შეუძლია ასეთი სხვა სასტიკი იყოს თავის ქვეშევრდომის მიმართ თუ ის გაბრაზდა. მაგრამ მე რასაკურველი ამას უფრო ღრმა გააბრაზა ღარიბაშვილი. არ ვიცი ხა ამის თან მარტო ღარიბაშვილი არ არის მან. აგერ ლილუაშვილი, რიჟვაძემ საერთოდ თავი კინაღა მოიკლა. ხო, ანუ როგორ ჩანს, ესე იგი, იმაზე მეტი ფინანსების კეთება დაიწყეს ვიდრე ამას ამის ლეგიტიმაციას აძლევდა ბიძინა ივანიშვილი მათ როგორც ჩანს გავიდნენ გარკვეულწილად კონტროლის ფარგლებს გარეთ ფულის კეთების კონტროლზე აქვს საუბარი და ნუ გაბრაზდა ან კიდე რაღაც სხვა მიზეზი მაგრამ ეს არ არის ამ შემთხვევაში მთავარი ჩემი აზრით მთავარი არის ის რომ ესე იგი ბიძინა ივანიშვილმა აიღო ასეთი პოლიტიკა კადრების მისამართი თუ კადრების მიმართულებით რომ ის შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს საკუთარი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს და ამით ახდენს მათი ლოიალობის მოპოვებას და ამით ახდენს ასევე მათ
განაღმვას თუ შეიძლება ასე ითქვას, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში მასშეული ადამიანი უკვე გასრული ადამიანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით გასრული ადამიანი მოიშორეს თავიდან და საკმარის საფუძველი შექმნას ამისთვის, იმიტომ რომ თუ ეხლა ის გარემოცვაში არიან პატიოსანი ადამიანები, რომლებიც არც არაშავებენ, არ არიან კორუმპირებულები, ფულს ააკეთებენ და შემდეგ ასეთი ადამიანი საშიშია ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ ის შეიძლება ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ფიგურად, დამოუკიდებელი ავტორიტეტის მქონე ადამიანად და ასეთი ადამიანის თავიდან მოშორება გაუჭირდება ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ მას ჭირდება საკუთარ გარემოცვაში, საკუთარ წრეში აი ასეთი ჩებღალული რეპუტაციის ადამიანები, რათა მიეცეს საფუძველი სამართლებრივი, ლეგიტიმური და შემდეგ მათი თავიდან მოშორების, როცა ეს დაჭირდება. ამიტომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკის გამოვლინება, ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკის გამოვლინება და როგორც ჩანს, ეს არის ერთგვარი დაშინების მესიჯი საკუთარი გუნდის წევრებისთვისაც, რომ თუ ესე იგი რაიმე ჩემგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას დაიწყებთ, ან ჩემგან განსხვავებული პოლიტიკის წარმოებას დაიწყებთ, დაიჯებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის. თუმცა აქ ერთგვარი ექსპერიმენტიც არის ღარიბაშვილის დაჭერა რა თვალსაზრისით. აქ დაჭერაზე უარესია ის, რაც ხდება მოკლედ ღარიბაშვილთან მიმართებით, მოკლედ ღარიბაშვილის გაშავება, მოდი ასე ვთქვათ, მისი მარგინალიზაცია, ხო? ერთგვარი ექსპერიმენტია რა თვალსაზრისით ვფიქრობდი ამის შესახებ, რომ ღარიბაშვილის დაჭერა უფრო მეტად იმ განწყობებს გამოიწვევს საზოგადოებაში, რომ შეხედეთ რა კარგი ხელისუფლება ყავს მის მომხრეებს გულისხმობ ამ შემთხვევაში პირველ რიგში ქართული ოცნების მომხრეებს, ხელისუფლების მომხრეებს გულისხმობ. შეხედეთ რა კარგი ხელისუფლება ყავს, რომ საკუთარ ჩვილივით ნაზარდ ადამიანებსაც კი არ ინდობს, როდესაც საქმე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება, აი ეს განწყობა იქნება დომინანტური თუ იქნება მეორე განწყობა დომინანტური, რომ ეს ღარიბაშვილი არის, ასე ვთქვათ, ივანიშვილის პოლიტიკის შემოქმედი და შეუძლებელია ილაპარაკო პრემიერ-მინისტრზე, თანაც ორჯერ მოსულ ივანიშვილის ნებით მოსულ პრემიერ-მინისტრზე, რომელმაც დააქცია თურმე ქვეყანა და ამაზე პასუხისგებლობა ივანიშვილმა არ უნდა აიღოს. აი ეს ორი განწყობა ამ ორი განწყობიდან რომელი აჯობებს, ანუ რომ რა ჩამოყალიბდება საზოგადოებაში არსებული განწყობების თვალსაზრისით ღარიბაშვილის აი ამ გაშავებასთან მიმართებით, ეს საინტერესოა სხვა შორის, ეს კვლევის საქმეც არის, მაშ რა უფრო ჭარბობს ის, რომ რა პოზიტიურ სვლაში ჩაეთვალოს ეს ივანიშვილს, რომ ის კორუფციას ებრძვის და ამისთვის წირავს საკუთარ ასე ვთქვათ, ჩვილებსაც კი პირობითად ჩვილებს ის მეგონი შვილს ეძახდა ღარიბაშვილს, თუ ივანიშვილმაც უნდა აიღოს პასუხისგებლობა იმ მსგავსობაზე, რასაც თურმე პრემიერ-მინისტრი წლების განმავლობაში აკეთებდა. ადამიანს ელემენტარული ლოგიკა აქვს, აზროვნება შეუძლია და რაღაცა პროპაგანდით თუ გამორეცხილი არ არის, მისთვის გასაგებია რომ ხა ჩვენ თუ ვიცოდით ამდენი წელი ფული კეთდებოდა ამ თორბაში, ივანიშვილიც იცოდა. ხო? ამდენი წელი მანაც კარგად იცოდა და ამას თვალს უხუჭავდა შესაბამისად მისი პასუხისმგებლობაც არის აქ. ხო და საქმეც ამაშია, მაგრამ მე პოლიტიკური თვალსაზრისით თუნდაც პასუხისმგებლობა. აბსოლუტურად გეთანხმებით მე, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ ხართ დისტანცირებული ქართული ოცნებიდან და ვთქვათ კრიტიკულად უყურებთ ხელისუფლების საქმიანობას. მე ამ შემთხვევაში პირველ რიგში გულისხმობ ქართული ოცნების მომხრეთა ჯგუფს, აი რომელი განწყობა გაიმარჯვებს იქ, ის რომ ივანიშვილი არის კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი და არ ინდობს თუნდაც ღარიბაშვილს, რომელიც მას შვილივით უყვარდა, თუ ისიც არის პასუხისმგებელი ამ კორუფციას ჯერთი. ხა იმ ადამიანებს თუ შეუძლიათ რომ დაფიქრდნენ და იკითხონ რომ ხა 13 წელი ფული კეთდებოდა და თან მარტო ღარიბაშვილს ხო არ არის საუბარი. არა, და ხელმძღვანელობა დაიჭირეს, ხო? მე მგონი რომ და ერთხელ ბრიჟვაძეს თავი კი ნაღა მოაკვლევინეს. მე მგონი რომ მესამე ვარიანტია ის რომ როგორ შეიძლება არში ერთგულ ხალხს არ აფასებს, უფრო ესა. თორე კორუფცია მომხრეებისთვის, ოცნების ასეთ
ორთოდოქსი მომხრეებისთვის მაინც დიდი ცოდვა არ არის ხა თუ თვითონაც არიან ჩართულები მით უმეტეს. ხო, ოღონდ ზომას გააჩნია და ხარისხს ალბათ ხა თუ იმდენი გააკეთე რომ ეს ჩაგეთავ. ეხლა შეიძლება პროტესტს ამბავს რა შეეხება, რას ფიქრობთ რა ეტაპზეა დღეს პროტესტი, ნუ ხელისუფლების ნაბიჯები ვიცით? მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლების ნაბიჯები არის ეხლა რასაც უყურებ რომ ყველას დავიჭერთ. მიუხედავად იმისა რომ ბევრი აქეთ ხარისაც კი პროტესტის ხარისაც და პროტესტის გულშემატკივრების ხარისაც კი ფიქრობდა რომ აი რუსთაველზე რაღაცა ცოტა ადამიანის დგომა არაფრის მომტანი არ არის რაღაცა შედეგი არ მოაქვს აღმოჩნდა რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი ძალიანაც ადარდებს იმდენზე ადარდებს რომ წავიდა უპრეცედენტო რამეზე ისეთი დანაშაული რომელიც ეს ჯარიმარი იყო ყველა ქვეყანაში ხო გზის უკანონო გადაკეტვა არ არის მკვლელობა რომ მასზე ციხე დააწესო არც ქურდობა არ არის ხო ყველა დანაშაულს თავისი ხოცების მომხრები ამბობენ რომ ხო არის დანაშაული ბიჭო დანაშაული კი არ მაგრამ ყველა დანაშაულს თავისი პროპორციული სასჯელი აქვს ეხლა ღვედის გაკეთებაზე ციხეში რო ჩამსვან სწორია ან იმაზე ზებრაზე არასწორად გადასვლისთვის დანაშაულია ისიც მაგრამ ყველა დანაშაულს პროპორციული სასჯელი ჭირდება ამას სასჯელი იყო რაღაც 200 ლარიანი ჯარიმა ჯერ 500.000 ლარი გახადეს და ეხლა საერთოდ ციხე შემოიღეს ანუ ხელისუფლებას ანუ რაღაცას მაინც აკეთებს ეს პროტესტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით შემოიღეს ციხე მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელით არა ანუ აღმოჩნდა რომ ეს რუსთაველზე დგომაც კი საქმეს აკეთებს რაღაცას მაგრამ მაინც როგორ წავიფიქრობთ როგორ უნდა უპასუხოს ამ ყველაფერს ნუ ჯერთ უნდა ვთქვა რომ რასაკვირველია რეპრესიების მექანიზმი მთელი სვლით არის ჩართული ასე ვთქვათ და გაშვებული ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებია უკვე და თან ეს უფრო ბრუტალური ხდება, უფრო მეტად მკაცრდება. და ქართულმა ოცნებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ავტორიტარიზმი უკვე შეიძლება დიქტატურაზეც კი ვილაპარაკოთ, ხო? დაიწყო საკუთარი ავტორიტარიზმის სამართლებრივი გამყარება. აი ესეთი სრულიად ოდიოზური კანონები შემოიტანა, ხო? და მე ხალხი ამბობს, რომ ახლა კანონი დაარღვია და აბა რა, ნუ დაარღვევს კანონს და არ დავიჭერთ. ნუ გააჩნია რა კანონებს შემოიტან, ხო? თუ შემოიტანე ესეთი დრაკონული კანონები ყველას დაიჭერ ნებისმიერი რამისთვის, მათ შორის იმისთვის ღვედი რატო გიკეთია როგორც თქვენ თქვით. რა თქმა უნდა, რასაკვირველია, ანუ რასაკვირველია, ანუ საკუთარი ავტორიტარიზმის გამყარება სამართლებრივად აი ამ ოდიოზური კანონებით დაიწყო, მანამდე ამას აკეთებდა ივანიშვილი პროპაგანდის მეშვეობით. და სრულისვლით იყო ჩართული პროპაგანდის ყველა საშუალების გამოყენებით და ამ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა რაღაცა ეს მედიები უნდა ვახსენოთ, ტელემედიები და ასე შემდეგ. მაგრამ ის რაც ჯერჯერობით ვერ მოახერხა ივანიშვილმა და რის გამოც ჯერჯერობით ჩვენ საქართველოში ჯერ კიდევ არ გვაქვს ну, რა დავარქვა ამას არ ვიცი, ჩაბეტონებული ავტორიტარიზმი, ხო? ან ჩაბეტონებული ტოტალიტარიზმი. ეს არის ის, რომ მან ვერ მიაღწია საზოგადოების უმრავლესობის თანაგრძნობას, ანუ ლოიალური ამ წესრიგის მიმართ საზოგადოების უმრავლესობა არ გახდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ეს არის, ასე ვთქვათ, ის თუ შეიძლება ასე ვთქვას, შუქი, პოზიტიური შუქი, რაც ქართულ საზოგადოებაში ახლა ანათებს, ხო? დღეს ჩვენ გვაქვს მაინც ქართული ოცნების და მისი მომხრეების სახით მაინც უმცირესობის დიქტატურა, ან უმცირესობის ავტორიტარიზმი და უმცირესობის დიქტატურა, ავტორიტარიზმი ყოველთვის ფრთამოტეხილია, ის არ არის, ასე ვთქვათ, სრულყოფილი და ის არ არის გამყარებული, თუ შეიძლება ასე ვთქვას. ამიტომ ის რასაც ვერ მიაღწია ივანიშვილმა, ის არის ქართული საზოგადოების უპირატესობა და რუსთაველზე კონფლიქტი ისა პროტესტი უკაცრავად კონფლიქტის გარკვეული აზრით, სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, რომ რუსთაველი არის აი საზოგადოების არშეგუების, საზოგადოების დაუმორჩილებლობის, წინააღმდეგობის მოძრაობის ყველაზე ისეთ ზედაპირულად, ყველაზე კარგად გამოხატული მოვლენა, ყველაზე კარგად გამოხატული მაჩვენებელი. სიმბოლოდაც, რასაკვირველია, რომ ამ დრაკონულ კანონებს არ დაემორჩილონ. რა თქმა უნდა, ჩვენ აი ყოველ დღე ვხედავთ პატარ-პატარა გმირობის მაგალითებს. ნუ გმირობას ალბათ არ შეიძლება პატარა ან დიდი უწოდო გმირობა, მაგრამ მაინც, ხო? ეს არის შეუგუებლობის და წინააღმდეგობის მოძრაობის რეპრეზენტაცია ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველ დღე
რუსთაველის გამზირზე და ეს არათუ ასე ვთქვათ, ეს წინააღმდეგობის მოძრაობა არათუ უკან იხევს, არათუ ქრება, არამედ ძლიერდება. ჩვენ ხედავთ, რომ იკრებს, ასე ვთქვათ, ხელახალ ძალას ეს მოძრაობა, უფრო მეტი ხალხი გამოდის რუსთაველზე და ასე შემდეგ. ანუ ეკონომიკური ბერკეტები არ გავიდა, სამართლებრივი ბერკეტები არ გავიდა, პროპაგანდისტული ბერკეტები არ გავიდა, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობის ლოიალურობა ამ რეჟიმმა ვერ მოიპოვა და ანუ შეგუება არ მოხდა. შეიძლება ვიღაცეებში შეჩვევა მოხდა, ვიღაცები გადაიღალნენ პროტესტის აქტიური გამოხატვით და არ გადიან რუსთაველზე ყოველღამ. ეს არ ნიშნავს პროტესტის შენელებას. არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს პროტესტის შენელებას. დიახ. საერთოდ არსებობს რაღაც ზოგადი კანონზომიერებები ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ყველა ქვეყანაში, ყველა ერში და რაღაც გამოცდილებაც გვაქვს ამაში დაგროვილი ჩვენ თვითონ საქართველოში. ეხლა აქ რა არის? 800,000-მდე ადამიანია დაახლოებით 800,000 თუ არ ვწდები, ვინც ოპოზიციას მიცა ხმა 2024 წლის არჩევნებში. ნუ ხელისუფლებას რამდენიმე მიცა რეალურად და არაზეწოლის გარეშე და კარუსელის გარეშე ამას თავი დავანებოთ, მაგრამ ეს 800,000 იყო ნამდვილია. ანუ ეს ხომ წყალი არ გაუარო არსებობს ქვეყანაში 800,000 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მე არ ვარ დარწმუნებული ბატონ დავით რომ არ გაიზარდა ეს. გაიზარდა კი რა, მეც დარწმუნებული ვარ რომ გაიზრდებოდა. მაგრამ იყოს 800,000 ადამიანი ამ ქვეყანაში, სადაც ძალიან დიდი ნაწილი არ არის ერთ საქართველოში. აი საქართველოში მცხოვრები 800,000 ადამიანი რომ შენი წინააღმდეგია, აი ასეთი პოლიტიკით, ასეთი მკაცრი პოლიტიკით, ესე ჩახშობის და მოგუდვის პოლიტიკა არ არსებობს გამოგივიდეს რა. ყოველთვის გასკდება ეს ამბავი და ყოველთვის იქნება. სწორედ ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ ვერ მოიპოვა თანაგრძნობა. ვერ მოიპოვეს. დიახ. და როდესაც ვამბობ უმრავლესობის რატო ვამბობ ამას, რომ უმრავლესობის თანაგრძნობა ვერ მოიპოვა? იმიტომ რომ ჯერთი ამას კვლევები აჩვენებს, საზოგადოებრივი რაზმის გამოკითხვები აჩვენებს ყველა მიუკერძოებული ორგანიზაციის, რომ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა საქართველოში ჩამორჩება ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს. თბილისში განსაკუთრებით, ხო, თბილისში განსაკუთრებით. ამიტომ რუსთაველზე წინააღმდეგობის მოძრაობა არის შეუგუებლობის მიკრომოდელი თუ შეიძლება ასე ითქვას და მაკრომოდელი არის ის, რასაც არჩევნები გვაძლევს, რასაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გვაძლევს. ეხლა უკაცრავ დავასრულებ ამას თუ შეიძლება, აი ის რაზეც აპელირებს ეხლა მედიას და ამავდროულად ამაში ცხადია არის ლოგიკა, რომ ესე იგი 20%-მა დაუჭირა სინამდვილეში მხარი დაახლოებით, ხო, 20%-მა დაუჭირა სინამდვილეში კალაძეს, ხო? ეხლა კი ამბობენ, ჯერთი ისედაც ოფიციალური მონაცემებითაც ყველაზე დაბალი იყო არჩევნებში მონაწილეთა ხვედრითი წილი წელს ახლა, ესე იგი ამ ადგილობრივ არჩევნებში, მაგრამ ეს არ არის ამ თავარი. ამ შემთხვევაში ხომ შევხედოთ არჩევნებზე წამსვლელთა, ადგილობრივ არჩევნებზე წამსვლელთა სტრუქტურას, ხო? აი სტრუქტურას ხომ შევხედოთ, სტრუქტურულად თუ შევხედავთ, იქ ყველაზე ნაკლები იყო ოპოზიციური ამორჩეველი და ყველაზე მეტი იყო ქართული ოცნების ამორჩეველი, ხო? ანუ ეს რისი ნიშანია, რომ საყოველთაო მობილიზაციის პირობებშიც კი ხელისუფლებას არ აქვს უმრავლესო პირიქით თბილისში უმცირესობის მხარდაჭერა აქვს და როგორ გინდა შენ ასე ვთქვათ უმრავლესობა წელში გადატეხო აი ამ ასე ვთქვათ მეთოდებით არ გამოვა ეს არ გამოდის ეს ხო ახლა ხო დაგვანახა წლებმა რომ არ გამოდის კი შეიძლება ადამიანი სახლში დატოვო კი შეიძლება ადამიანი ქუჩაში არ გამოიყვანო ნუ შეიძლება შეეშინდეს გაუფრთხილდეს შეიძლება რაღაცა კონფორმისტულმა იდეებმა შეაწოხოს მაგრამ საბოლოო ჯამში ის შენ ამომრჩევლად არ იქცა ფაქტია ეს ხო არ იქცა ეხა ის რომ შენ გახდი 30%-ის 80%-იანი რეიტინგის მქონე ეს არ ნიშნავს ხო შევხედოთ ნატურალური დარწმუნებული ვარ ამ პროტესტის ვერ ჩახშობს ხო არა ორი სიტუაცია ვიტყვი რუსთაველის პროტესტის ვერ ჩახშობს თუმცა სასურველი იქნებოდა არა როგორც ალტერნატივა არამედ პირიქით
არა, დივერსიფიკაცია აუცილებელია. სხვა ფორმების შეუძლებელი. ამაზე აბსოლუტურად გეთანხმებ. ამაში აბსოლუტურად გეთანხმებთ. ახლა საპროტესტო მეთოდების არსენალი არ დაიყვანება მხოლოდ გზის გადაკეტვით, არა? იქ შეიძლება არ სხვა ძალიან ბევრი უბრალოდ ამას ჭირდება, მე მგონი თქვენ წერდით მე რა, ხო, რაღაცა კოორდინაციას. ამას ჭირდება ორგანიზება, ხა, ორგანიზების გარეშე პროტესტის ეფექტურობა ვერ იქნება ისეთი, როგორც ორგანიზების შემთხვევაში იქნებოდა. ხო, ჩვენ ნახეთ დაუორგანიზებელი პროტესტის არაჩვეულებრივი ეფექტურობა, ხო? მთელი ამ, რა ვიცი, ერთი წლის უწყვეტი პროტესტი. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ამიტომ მოვიდა ამ ორგანიზების დრო და მე ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოება ამას შეძლებს, იმიტომ რომ მათთვის მთავარია იცოდეს ზუსტად რა არ უნდა და არ უნდა ავტორიტარიზმის და დასავლეთისგან იზოლირებულ საქართველოში, ანუ ცივილიზაციისგან იზოლირებულ საქართველოში ცხოვრება. მადლობა დიდი იაგო კაჭკაჭიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. მე გემშვიდობებით კვირამდე კვირას 8 საათზე გადაცემით პოლიტ ქალაქი დაგიბრუნდებით.